ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჟურნალისტური მაყურებლებო, როგორც გითხარით, მომხმარებელთა უფლებებზე იქნება ჩვენი გადაცემის მთლიანი პირველი ბლოკი და ჩვენი სტუმარი არის კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინი ცაბუტაშვილი. ნინი, მოგესალმებით, დილამშვიდობის. პირველ რიგში მადლობა რომ ჩვენთან ერთად. მადლობა ეთერის დათმობისთვის. მიხარია რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ, განსაკუთრებით როგორც აღნიშნეთ, ამ საახალწლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალურია და დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ამ საკითხზე საუბარი. კი ბატონო, მაგრამ სანამ საკითხზე ვისაუბრებთ, მინდა რომ გაგულწრათ შევაჯამოთ 20-24 წელი. ჩვენ ყავდა არაერთხელ კონკურენციის სააგენტოს სხვადასხვა თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ლექვინაძე, რომელსაც აქედან მოვიკითხავ. გარკვეულწილად ჩვენ შევაჯამეთ, მაგრამ მე მინდა რომ რაღაც კონკრეტულად შევაჯამოთ თქვენი მიმართულება, როგორი იყო 20-24 მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით, უფლებების მიმართულებით. ესე იგი, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტო არა მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონმდებლობას აღასრულებს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, ასევე ადგენს სხვადასხვა სტანდარტებს, გამოსცემს სხვადასხვა სახელმძღვანელოებს და ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 2024 წელს დატვირთული იყო მსგავსი ღონისძიებების გატარებით. მაგალითისთვის სააგენტომ არაერთი სტანდარტი დაადგინა, რომელზეც მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თუმცა აღსანიშნავია ასევე ორი სახელმძღვანელო, ერთი არის ფასცის მითითების სახელმძღვანელო, ხოლო მეორე ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელო. ასევე სააგენტოს მიერ ჩატარდა საერთაშორისო მესამე საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო მომხმარებლის დაცვის მეორე კვირეული, რომელიც სხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად დაორგანიზდა და ჩატარდა, მათ შორის რეგიონებში იყო ვიზიტები და ასევე სხვადასხვა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. მაგალითად, არაერთი ვიზიტი განვახორციელეთ სხვადასხვა სკოლებში და ეთნიკურ უმცირესობებთან. მე აი ფასის მითითებასთან დაკავშირებით აი ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ონლაინ მიმართულებით. მოდით აი ძალიან რომ გასაგებად აუხსნათ მაყურებელს რა არის ეს ცვლილება, რას ავალდებულებს ერთის მხრივ ეკონომიკურ სუბიექტს და როგორ იცავს თავს მომხმარებელი, ანუ ძველ ფასთან დაკავშირებით, ახალ ფასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, განსაკუთრებით სენსიტიური ხდება. კონკურენციის სააგენტოს მნიშვნელობაზე ხა არაერთხელ მისაუბრია და ალბათ წლის 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცით რომ საჩუქრების პერიოდია, წინა საახალწლო მზადებებია და განსაკუთრებით იზრდება აქტივობა. აი ამიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად რეკომენდაციები მივცეთ ჩვენს მრავალრიცხოვან მაყურებელს, რა შეუძლიათ მოიტანონ, აი ნივთის შესყიდვის დროს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა არის მნიშვნელოვანი ასპექტები. კი ბატონო, ფასის მითითების სახელმძღვანელოზე და წესზე რა ვისაუბროთ, გარდა იმისა, რომ კანონში არის პირდაპირ მითითებული, რომ მოვაჭრე ვალდებულია, ფასის შესახებ ცალსახა და მკაფიო ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, როგორც ძირითადი ხარჯის, ისე სხვა დამატებითი ხარჯები თუ წარმოიშობა. ანუ ეს ნიშნავს, რომ წინა ფასი რაც ქონდა ფასდაკლების შემთხვევაში აი გაიდლაინით ასევე დამტკიცდა ფასდაკლების შემთხვევაში ფასი როგორ უნდა მიეთითოს, ანუ სამი ფასი უნდა მიეთითოს საქონელზე. ერთი არის ფასდაკლებული ფასი, რომლითაც მოვაჭრე ამ შემთხვევაში სთავაზობს ახლანდელ მოცემულობაში მომხმარებელს კონკრეტულ საქონელს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი რა ქონდა ამ პროდუქტს, ასევე უნდა მიეთითოს ეს და საწყისი ფასი, საიდანაც დააკლდა პროდუქტს ფასდაკლებისას ღირებულება. თუმცა ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ძირითადად და დამატებით ხარჯებზე, როდესაც ვსაუბრობდით, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო, რომ ონლაინ მაღაზიები ვალდებულები არიან, რომ მიუთითონ ფასი კონკრეტულ საქონელზე და დამატებით ხარჯი იგულისხმება, მაგალითად საკურიერო მომსახურება თუ ემატება, ამ დამატებითი ხარჯის შესახებაც უნდა მოგვაწოდონ მკაფიო ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა, მოკლედ ფაქტობრივად რომ შეიძლება ეს რომ შევაჯამოთ, ეს გამორიცხავს იმ წინა საახალწლო манипуляციებს, რომ ცნობილია მე არაერთი კვლევა წამიკითხავს თუ როგორ ცდილობენ კომპანიები ან კონკრეტული სუბიექტები წინა საახალწლო პერიოდში რამოდენიმე დღით ადრე ფასის აწევას, შემდეგ დაწევას, ეს ფაქტობრივად დიდი გადადგმული ნაბიჯი არის. ასევე უფლებებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რომ როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ნივთის შეძენის შემდეგ იქნება პრობლემა და იქ იქნება გაუგებრობა და ასევე მინდა გითხოთ აი ამ მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას.
როგორც ონლაინ ისე ადგილზე ვაჭრობის შემთხვევაში საგარანტიო პირობები ერთმანეთის მსგავსია. მომხმარებელს უფლება აქვს, რომ ნივთის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში ნაკლთან დაკავშირებით დააყენოს პრეტენზია და მოთხოვნა. უბრალოდ აქ უნდა გაიმიჯნოს, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრემ უნდა დაამტკიცოს, რომ პირვანდელი ნაკლი ნივთს არ გააჩნდა და მომხმარებელს გადაეცა უნაკლო ნივთი, ხოლო 6 თვის გასვლის შემდგომ უკვე მომხმარებელზე გადადის ეს ვალდებულება, რომ დაამტკიცოს, რომ ნივთს მიღების მომენტშივე გააჩნდა ეს პირვანდელი ნაკლი. საინტერესოა, ანუ რა შეეხება ონლაინს. რაიმე განსხვავებული პრეფერენცია ხო არ მოქმედებს? იმიტომ რომ აუხსნათ მაყურებელს, რომ კი შეიძლება ხა ერთი შეხედვით მსგავსი სიტუაცია მოეჩვენოს, მაგრამ პირველი ის რომ ნივთს რომ ფიზიკურად ყიდულობ, ალბათ მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ყიდველს ხო, მაგრამ ონლაინ შეძენის შემთხვევაში და ძალიან ბევრი ტრანზაქცია ხორციელდება ონლაინ, ცოტა რთულია, ხო? რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ონლაინ შეძენის შემდეგ რამდენ ხანში აქვს დაბრუნების შესაძლებლობა, თუ მითითებული არ არის მაგალითად გარანტია. კი ბატონო. ზოგადად კანონით არის განსაზღვრული, რომ მომხმარებელს დისტანციურად, ანუ ონლაინ შეძენილი საქონელი მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შეუძლია დააბრუნოს. თუმცა ეს უფლება დამოუკიდებელია საგარანტიო დანაწესიდან გამომდინარე უფლებებიდან, ვინაიდან ეს დაბრუნების უფლება არ ეხება ნაკლს. ამ შემთხვევაში ნივთი მივიღეთ, გამომდინარე იქიდან, რომ შევიძინეთ ონლაინ და არ გქონდა მისი ნახვის და აღქმის რეალური შესაძლებლობა, კანონმა მოგვანიჭა ეს უფლება, რომ ნივთი დავაბრუნოთ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. არა იმიტომ, რომ ნაკლიანია, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ გვინდა. რაც შეეხება ნაკლს, ნაკლის შემთხვევაშიც ანალოგიურად 2 წლიანი უფლება ვრცელდება როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე შეძენილ საქონელზე. ძალიან საინტერესოა, ნინი გადაცემის ბოლოს, ანუ რუბრიკის ბოლოს მინდა გკითხოთ მომდევნო წელთან დაკავშირებით და თქვენს რეფორმებთან დაკავშირებით, რაღაც გარკვეულ წელს რომ მოგცეთ ინფორმაცია, რა იგეგმება, რა არის კონკურენციის სააგენტოს ხედვა მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსმა რეფორმებმა და მიდგომებმა, როგორც თქვენმა სააგენტომ განახორციელა, ფაქტობრივად ჩემი შეხედულება ესეთია, რომ რაღაც ცოტა უკეთესი გარემო მივიღეთ ქვეყანაში. რა იგეგმება და როგორია თქვენი ხედვა მომდევნო წელს, როგორი გვინდა იყოს მომხმარებელთა უფლებები? კი ბატონო, უბრალოდ მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა 2024 წელთან დაკავშირებით ვისაუბრო. სააგენტომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო ჯილდო მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის მიღწევისათვის. აქვე მოგილოცავთ. მადლობა, ძალიან დიდი. საკმაოდ მოკლე დროში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მაქსიმალურად მუშაობს სააგენტო იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს საკმაოდ მაღალ დონეზე და ყველა მომხმარებლის უფლება, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, იყოს დაკმაყოფილებული. ბაზარი გაუმჯობესდეს. რაც შეეხება მომავალ წლებს, უნდა აღნიშნოს, რომ სააგენტოსა და სხვა მარეგულირებელი უწყებების მიერ შემუშავდა ეროვნული სამოქმედო გეგმა სტრატეგია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მოწონებული და ამ სტრატეგიაში არის 2 ძირითადი მიმართულება გაწერილი. ეს არის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა. ერთი მათგანი არის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და კიდევ უფრო დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან, კიდევ უფრო სრულყოფა. ხოლო მეორე ნაწილი ერთ ცნობიერების ამაღლება, როგორც ვახსენე, ზემოთ ვიზიტები სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებთან, ასაკობრივ კატეგორიებთან და ასე შემდეგ. მაქსიმალურად მუშაობს სააგენტო ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე მინდა მომხმარებლებს მაცნობა, რომ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი არის 1520. შეუძლიათ დაგვირეკონ, ჩვენი თანამშრომლები ნებისმიერ დროს გაუწევენ მათ კონსულტაციას, როგორც კონკრეტულად მათი უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ისე მისცემენ მიმართულებას, როგორ უნდა შეავსონ განცხადება. სააგენტოს რეაგირება მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ასევე ვეთქვი აღნიშნულ ნომერზე შეკითხვების შემთხვევაშიც უნდა დარეკონ აუცილებლად და მე მგონი უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, თუ გვინდა რომ განვითარდეთ და წავიდეთ წინ, იმიტომ რომ ევროკავშირი ალბათ ნიშნავს იმ უფლებების კარგად გათვითცნობიერებას და უფლებებიც მომხმარებელს აქვს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან ინფორმატიული იყო და მე მჯერა რომ თქვენი სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ძალიან დიდი დოზით იქნებით ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ბიზნეს გადაცემა ვართ და ფაქტობრივად ვავსებთ ერთმანეთს. ნინი ცაბუტაშვილი, კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და გადაცემის მეორე ბლოკი კიდევ უფრო